ადამიანს ეს არ გავს სხვათა შორის. ეს კი ადამიანის ან ეს გზმილი იყო გიორგი. შუმათროთ. მეგობრებო, ის პირველი ხმა, რომელიც ისმოდა ეგ ადამიანის ხმას არ გავდა. მეორე ხმა, რომელიც გაისმა, აშკარად და გასაგებად პირდაპირ ადამიანის ხმა იყო. და მოდიოდა აი ამ სივრციდან, აი აქედან. მოდი რა ვქნათ იცი, ვინაიდან კიდე გვიანი არ არის. ყველაფერი შევამოწმოთ, მეოთხე სართული დავწერთ შესამოწმებლად და სარდაფში. დიდი ალბათობით, თუ მეოთხეზე არ არის ადამიანის ორგანოები, მაშინ სარდაფში უნდა იყოს ყველა ვარიანტი. იმიტომ რომ სხვა ტერიტორია შენობს უბრალოდ არ აქვს. ეს არის შენობის ბოლო სართული. და მომპალია ყველაფერი. ამიტომ გარიახშულაც და მოკლედ იძულება გადავარდნი. საშინელად გამარჯვებაში. ეს საშინელს. აი შეხედეთ. აი ეს რეჟიმებში გვიწევს მუშაობა რა. და რეალურად ფიზიკურად უნდა იმუშაო. აჰა. თვითონ კატაკომბები შეხედეთ. არის. აი შეხედეთ, ტერიტორია კარგად საჩვენე. ბოლო სართულის აუ, აქ შეხედე რა. მეგობრებო, შემოვედით თუ არა უძლიერესი აქტივობა. აი შეხედეთ, ეხლა სად ვართ? უყურე. კარგად დაათვალიერებინე. მოდი აქედან დავიწყოთ და გავიდეთ ბოლოს. ფეხებში ვიყუროთ. იმახლა რაღაცა ძალიან ძლიერი აქტივობა, შემოვედით თუ არა. აუ, საშინელი. აქ შეხედე. ხო. აშკარად მორგის იმას გავს ტერიტორიას. მაგრამ მორგი ვიცით რომ მეოთხე სართულზე არა. ელა, აი. ეს ეს რაღაც დაფინავს. შეგავიდე? რა დაფინავს? ხო, გამროთ, ყველაფერი გამროთ. გამროთ, ეს იდეალური ადგილია. უდაოდ ვამბობ, იმას რომ ეს შენობა პარანორმალურად აქტიური ზონაა.
100%-ით ვამბობ, ყველგან არის ადგილობები. გაიგო. არაფერი ანუ რო გახედავ. ხო, გეშინია სანდრა. არა, არ შეშინია, უბრალოდ ანუ რაღაცნაირი არის რა. ნუ აბა რომ მინდა ეს ბულვარზე არ მუშაობს, ხო? კატაკომბებს ვახმარებდა, თქე. რა, უბრალოდ განა არის. ამ დროსაც რაღაც მოვიდა. Victor Derefani m-a interesat, Sergi baby. ხრეში ყრია და ნაბურთე წყალი სამოაქვს საცეო. იგი ნახეჩინები. მოყოლიბო. ფედერალური ძლიერი აქტივობები გვაქვს, მაგრამ თორობისული აქვს. ნახვა რა. ის წეგან რო შემოვედით ასტრალური კი არის სული ხო დახვდა რა ან შესაძლოა ის იყო რომელიც ხო დაყვება და მე უფრო ვფიქრობ ის იყო რომელიც დაყვება ეხლა ინტერესებს იმასაც რა მინდა ახსები ისო გულს რა Aku tahu ni, kita. Kamu lagi bolos, sana. Kau? Bolos juga. ესე იგი იღებ? კაი, მოდი ახლა ეს დასკვნა გავაკეთოთ მე-4 სართულის მივაბად ყარე. პირველი არის აქტიური ზონა, ძალიან. მეორე არა. მესამე სართულის თავში და ბოლოში ხდება ძალიან საინტერესო რაღაც მოძრაობები და ასევე ასტრალური ძალიან ძლიერი ზონა აქვს. და მე-4 სართულს, ანუ ახლა სადაც ვართ, შემოსვლისთანავე რაც დაფიქსირდა ამ აპარატზე ანუ აღარ განმეორებულა ამ დრომდე, მაგრამ სხვაგან არ ფიქსირდება, ასე ვთქვათ, რაიმე აქტივობები. და იქაც ხრეშს რა დაადგა, ფეხსმების ხმა. მოძრაობს ახლა ჩვენ გაჩერება არ გვაქვს. შენობა მეგობრებო როგორც გითხრათ ზედაპირული შემოწმება უკვე დავამთავრეთ 2 საათის წინ ეხლა უკვე 2 დაიწყო ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დგება
ვინაიდან ღამის შუა ღამის პერიოდი 2 საათიდან 3 საათამდე ყველაზე საშიში პერიოდია იქ სადაც პარანორმალური მოვლენები ხდება. ზუსტად ეგრე შევარჩიეთ იმისთვის, რომ გამეორებით უკვე ძირეული კვლევა დავიწყოთ. საშინელ პირობებში მუშაობთ პირდაპირ გეუბნებით, ძალიან მაგრად ცივა, ხარი უბერავს. ბუნებრივია ხარი მაგრად გვიშლის ხელს, იმიტომ რომ დამატებით ხმას ვიწევს შენობაში. თუმცა ჩვენ თუმცა ჩვენ ნობაში თუმცა ჩვენ ნობაში თუმცა პროფესიონალთა ჯგუფი ვართ პარანორმალი, რომელსაც რა თქმა უნდა არ აგვერევა პარანორმალური ხმები ბუნებრივ ხმებში. დავიწყოთ გამოკვლევა, დრო აღარ თმევთ და ეს რამეს ვიტყვი უბრალოდ. შენობის პირველი სართული ყველაზე აქტიური ზონაა მე-3 და მე-4 სართული. არის და განსაკუთრებით მე-4 სართულზე არის ძალიან ძლიერი ასტრალური ზონები. ჯერ კიდე 2 საათის უკან გადამოწმების პერიოდში. ბევრ საინტერესო ამას ნახავთ ერთად დარწმუნებული ვარ, ვინაიდან შენობა იძლევა ამის საშუალებას. ნახავთ ახლა მივოდენა თვალე ყოველთვის. ეხლა მაქსიმალურად ჩუმავთ ეს დავუწყო. დეტექტორი. გავიგოთ ტემპერატურები როგორ არის, თუმცა რა თქმა უნდა არა ყველგან, არამედ ეხლა რამდენი. 10 და 2 გრადუსი აბსოლუტურად შეეფერება შეესაბამება ტემპერატურა შენობაში არსებულ ტემპერატურას. სავანაში ვარაფერი არ აქვს. შემდეგ მოხდა ერთი ძალიან ცუდი რამ შევიტყვეთ, რომ შენობაში ადრე აღმოჩენილი იყო 5-6 ჩონჩხით, ძაღლის ჩონჩხით. მეუბნები ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლეკვები მოყავთ 5-ით, ტოვებენ და შემდეგ მიდიან. ნადად არა ადამიანობაა და შეიძლება იხოცებიან და ჩონჩხით, 6 ჩონჩხი ერთ ყუთშიც სწორედ მაგას ნიშნავს. არ შეიძლება ვიყოლოთ, შეიძლება არა, ვერ გეტყვით ყოველ შემთხვევაში. აქ მოხდა ეს. ძალიან ბევრი მინები ყრია.
იმას დაიწყო. მეგობრებო, ძალიან თემურში და რუას შეიძლება, თუმცა ელექტროენერგიასთან კავშირი ნამდვილად არ აქვს. ხალხმა, მაგრამ ქრისტიან ნამდვილად აქვს. Telefonu გადაიღება ჩვენ მოყოლოს წინ ვიდი კარაკერი ვამდე გადაიღება მოყოლოს ისა მეგობრებო აი ხა სადაც გვაქვს ზუსტად ამ დერეფანში ჭრიალებდა კარი პირდაპირ ჩვენ ცხვის წინ მაგრამ სათითაოთი ამოწოს 4 სართული და ის კარი ვერ ვიპოვეს რომელიც ჭრიალებდა თქვენ წარმოიდგინეთ ნახოთ იქნებ გამეულდეს იგივე შემთხვევა კამერაზე არის დაფიქსირებული ჩემი ხელით მაქვს შემოწმებული ყველა ფანჯარა და კარები რომელსაც შეიძლება ჭრიალის ხმა გამოეწვია მაგრამ შენობაში ფიზიკურად არ არსებობს ასეთი კარი თუმცა მოვლენებიდან ჯერ შეფასებიდან თავს ვიკავებს თავისთავად დასკვნების განათქმა უნდა მელოდებით მოვლენებს რომლებიც დადასტურდება შენახარ დამატებითი მოძრაობის სენსორი, დეტექტორი, რომელიც მოძრაობის სენსორს იჭერს მოძრაობ ობიექტებს, ისიც ჩავრთე საქმეში. Mit Hoesko. Imitana.
ვიპოვეთ. ანუ შენობაში ისმოდა ვიცოდეთ რომ კარეში არის ხმა და ფანჯარა, მაგრამ მთელი 4 სართული აქტიურად გადავამოწმეთ. თუმცა ოთახი რომლის კარებიც აჭედილია და ანუ არ იღება ამ ოთახში ესე უბრალოდ შემოვიხედეთ ახლა. დადასტურდა ნამდვილად. ქარია მეგობრებო, და იმისთვის რომ პარანორმალმა უშეცდომოდ იმუშაოს, ბუნებრივია რომ ყველა ხმა უნდა ვიპოვოთ შენობაში, თუ კი რამ საერთოდ გაისმევა და მოვისმენთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივია რომ ნამდვილობაზე და 100%-ით რაღაცის ლაპარაკზე და დადგენაზე საუბარი საერთოდ ამჯერად ვიპოვეთ. კარი მეგონა, მაგრამ არ მოხდა ფანჯარა და მოვისმინოთ. Bildana. Bildana. მეგობრებო, როგორც გითხარით, პირველ სართული გამოვიარეთ და ჩვენა გასაოცრად აბსოლუტურად ნოლია აქტივობა ამ დროისთვის. თუმცა გაცილებით ადრეულო საათებში უკვე გადაღებული გვაქვს, იყო ძალიან დიდი აქტივობა, თუმცა არა აგრესიული, რა თქმა უნდა, მაგას გამოვიწყოთ, მაგრამ ადამიანის ხმებით დაწესული და სხვა დეტექტორებმა დააფიქსირა, რომ იყო აქტიური. ეხლა ჩავდივართ პროჟექტურაში. ქვემოთ, აი ხედავთ. აქედან არის პროჟექტურაში შესასვლელი, რა თქმა უნდა, ლიფტით არის ჩამოსასვლელი, ლიფტით არ არის.
Okay. პროექტურა მდებარეობს უკან, ზღვა სილოში. იქიდან შემოსასვლელთან ახლოსა. აქედან ცოტა შორია. გასწრებით. ხო. ასეთებია. ერთადერთი დაწევა უნდა შემოწმებული. აი ნახეთ რა ხელა სიძე ძალიან დიდი არის მეგობრებო. ხშირად ველოდებით ხოლმე პარანორმალისგან ჰორორ ვიდეოებს. მაგრამ სიტუაცია ეს რაც აქ არის რეალურად ჩვენ ვალდებულებს რომ ეს მართლაც განაცხადება. და არავითარ შემთხვევაში არ იქნება მონტაჟი, მაიმუნობა და ასე შემდეგ. მართალია ეს მომენტი არაფერს არ გვეშინია, მაგრამ მართლაც ბოლომდე გავიწევთ აუცილებლად და გამომდინარე აქედან რომ ჩვენ რაიმე თქვა მაიმუნობა მოგვინდეს სიტყვაზე ვიძახი, ხო? მაგას გავაკეთებთ უკვე დიდი ხნის წინ. და მით უმეტეს ახლა, როდესაც ამ ხელა ძალიან შენობაში მოძრაობ და გამოდიხარ კილომეტრებს, ხო, ეგ რო გდომ არ გავაკეთებდით, გავაკეთებთ, მაგრამ რა თქმა უნდა. ჰა? ხოდა ვიქით მიდივართ ისა ჩვენ. აი ესეთი კაფელის ფილოსოფია მოაწყობია. სამწუხაროდ ის ახალი სწორიდან მოხდა. სასწაულია ნახა. ოთახი ხო უკვე დასრულებულია, თუმცა საიდან მოხდა ახალი. Pero no.
ის ბანკები სადაც მოეყოლა ნახოს კიდევ ცოტა ბრაგმანის ხმა იყო მაღლა ბრაგმანის ხმა იყო გამოსა კამერა